მოგესალმებით, დაგიბრუნდით, ახალი საჯარო გაშლით. დღეს გავაკეთებ საჯარო გაშლას მომავალ პარტნიორზე, ვინც თავისუფალი ხართ და ვინც ეძებთ ახალ პარტნიორს და მზად ხართ ურთიერთობის დასაწყებად, თქვენთვის არის ეს გაშლა. და სანამ გაშლას დავიწყებ, მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ნდობისთვის, იმ სიყვარულისთვის, რომელსაც მიზიარებთ ხოლმე კომენტარებში და იმისთვის, რომ მუდმივად რჩებით ჩემთან, მაშინაც კი რაცა მე ხშირად ვერ ვაქტიურობ ხოლმე სამწუხაროდ ჩემი პირადი მიზეზებიდან გამომდინარე. მაგრამ ახლა აქ ვარ და გავაკეთოთ ეს საჯარო გაშლა თქვენთვის. რამდენი ვარიანტი აქვს, ვნახოთ. მომავალი პარტნიორი თქვენთვის. პირველი ვარიანტი. მეორე და მოდი იყოს მესამეც. ახლა ჩანს კი ბატონო. პირველი ვარიანტისთვის იყოს მოდი ვეფხვის თვალის სამეჯურე. მეორე ვარიანტისთვის იყოს აკვამარინის სამეჯური. და მესამე ვარიანტისთვის იყოს ლაზურიტის სამეჯური. პირველი, მეორე და მესამე. ჩანს. იმედი მაქვს ჩაიფიქრეთ უკვე. მე კი დავიწყებ საჯარო გაშლას პირველი ვარიანტისთვის თქვენი მომავალი პარტნიორი. ოკეი. პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ, ამ შემთხვევაში თქვენთან ადამიანის გარეგნობა შეიძლება იყოს ღია ფერის კანით და თმებით რაღაცა ქერა ან ღია ყავისფერი ასეთი აღნაგობის ადამიანი. საშუალო სიმაღლის გამხდარი, არც მაინც და მაინც ძვალისხმული არ უნდა იყოს ესეთი და რიგით. ჩავეძიოთ. კი, ანუ უმრავლეს თქვენთაგანის შემთხვევაში თქვენი პარტნიორი შეიძლება იყოს ქერა, ან ჟღალი, ღია ყავისფერი თმებით. ადამიანი, რომელიც რაღაცა ცოტა უფრო სიდინჯით გამოირჩევა, მე ვიტყოდი. ნელი, მშვიდი, აუღელვებელი, საკმაოდ ესეთი ტრადიციული შეხედულებების მქონე ურთიერთობებში. გარკვეულწილად რომანტიკული შეიძლება იყოს, უბრალოდ ეს რომანტიკა მისთვის არის აი რაღაცა კლასიკური რომანტიულობის გაგებით. ანუ იცის თქვათ როგორ უნდა მოიქცეს ურთიერთობებში და კი არა რომ ვთქვათ აი რომანტიკოსი ხასიათის ადამიანები რომ რაღაცა თავგადასავლებს აწყობენ ხოლმე რაღაცა პარტნიორის გულის მოსაგებად. არა, ამან უბრალოდ იცის რაღაცა ვთქვათ რა უნდა გააკეთოს იმისთვის რომ სწორად მოიქცეს რა, ანუ რაღაც თავისი ცოტა კონსერვატიული შეხედულებები შეიძლება ჰქონდეს. მე ვფიქრობ რომ ამ ადამიანს სადმე შეხვედრი ხართ თქვენ რაღაცა ესეთი დაწესებულებაში. შეიძლება ან კლინიკა იყოს, ან ბანკი, ან რაღაცა ესეთი შენობა. ვერ ვიტყვი რომ მაინც თამაინც ძალიან ახლო ნაცნობები ხართ, მაგრამ ამ ადამიანს იცნობთ და უბრალოდ რაღაცა აი ვერ წარმოიდგინეთ თავის დროზე და ვერ დაუშვით, რომ ეხა ამ ადამიანთან რაღაცა პირადი შეიძლება რომ განვითარებული იყო რა თავის დროზე. მაგრამ გონია რომ უფრო მეტად წესით უნდა იცნობდეს. სხვათა შორის მგონია რომ ამ ადამიანმა თავიდან როცა დაგინახათ ეგრევე თავის ფანტაზიებში დაუშვა და წარმოიდგინა, რომ თქვენ მისი მომავალი პარტნიორი გახდებოდით, თქვათ ოჯახურ ცხოვრებაში და იგი იქნებოდით მისი შვილების, მისი მომავალი შვილების დედა ან მამა, ხო, რას ქესიც მიყურებთ.
მაგრამ რაღაცა თავის დროზე ვერ განვითარდა ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ ამ ადამიანს თავისი რაღაცა პრობლემები ჰქონდა, ვერ ვიტყვი ხა პრობლემა მაინც და მაინც ხა გაწამაწიაში იყო თუ არა, ხა ცალკე სათქმელია, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ურთიერთობის დასაწყისში ადამიანს არ ქონდა იმის რესურსი, რომ რაღაც აქტიური ნაბიჯები განეხორციელებინა თქვენთან ურთიერთობის ასაწყობად და დასალაგებლად. რაღაცა მომინდა რომ ვიკითხო რა ეხებოდა ეს, რატო იყო ამ მდგომარეობაში. აი ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს პირველი ნაბიჯის გადადგმა. მით უმეტეს თქვენ მისთვის იმდენად სასურველი, იმდენად მშვენიერი და იმდენად იდეალურთან ახლოს იყავით, რომ ამ ადამიანს ძალიან გაუჭირდა იმის წარმოდგენა, რა უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ თქვენამდე მოსულიყო სწორად. და ეს განწყობა მთლიანობაში მას ძალიან უშლიდა ხელს, რომ აი ოღონდაც თქვენთან შეცდომა არ დაეშვა და ოღონდაც რაღაცა არ გაეფუჭებინა, რომ საერთოდ ვეღარაფერი ვეღარ მოახერხა ამ თავის შიშების გადამკიდემ რა. და თან კიდე რა არის, რაღაცა თითქოს ეგეთი განწყობა ქონდა, რომ აი არ მინდა მოგატყუო, არ მინდა ტყუილი იმედები მოგცე. ნუ არ იყო ადამიანი მზად თუნდაც ემოციურად, რომ აი ამ ამბავში რაღაცა მეტი აქტიურობა გამოეჩინა. ხო, იმიტომ შეიძლება ფინანსურად არ ქონდა ადამიანს ის სიტუაციები მოწესრიგებული და დაალაგებული, რასაც თulis რომ იმსახურებდით და კი, ადამიანი იყო ძალიან დიდ სტრესში, იმიტომ რომ შეიძლება ბევრი ფინანსური პასუხისმგებლობა ჰქონდა მაგ ეტაპზე, როცა თქვენ შეგხვდათ და ამ პასუხისმგებლობების გამო რაღაცა ვეღარ მოდიოდა თქვენთან. არ არის მარტო ფინანსური პასუხისმგებლობა. ეს ეხება ზოგადად ახლობელ ადამიანებზე პასუხისმგებლობასაც გარკვეულწილად შეიძლება მშობლებზე რა ვიცი მე და თუ ყავს ან ძმა თუ ყავს შეიძლება რაღაც. ნუ არ ვიცი, აი ბევრ ადამიანზე ქონდა პასუხისმგებლობა ამ ადამიანს და ეხლა თქვენთვის რო კიდე დრო და ენერგია დაეთმო რაღაცა აი მაგას ვეღარ გასწუდა რა, აი ვეღარ. აი ეს ვერ ძალიან მოდის და ძალიან მიკვეთება, რომ აი ვეღარ აუდიოთ, ასე ვთქვათ რა, ყველაფერს ერთიანად. ძალიან ბევრი იყო ცხოვრების იმ ეტაპზე, მაგრამ ნუ ესეთი ტიპაჟის ადამიანი შეიძლება რომ მოვიდეს თქვენ ცხოვრებაში ძალიან ნელა, დინჯად, აუღელებლად, თავისი კონსერვატიული აზრებით და შეხედულებებით. პირველი ვარიანტი ხო უნდა დაგემშვიდობოთ, ფონში თასების მეფე დაჯდა, ეს ალბათ მეორე ვარიანტში მოიჩქარის. გემშვიდობებით და გელოდებით კომენტარებში და ლაიქებში, გააზიარეთ ვიდეო, რომ თქვენმა მეგობრებმაც ნახონ, ან შეგიძლიათ ისიც პირადად ჩაუგუძოთ ხოლმე თქვენს დაკალებს, მაგაცებს რა ვიცი, ვისაც იცით რომ უყვართ ესეთი საკითხები, გამიხარდება, ჩემთვისაც სასარგებლო იქნება და თქვენთვისაც. ეხლა გადავალ მეორე ვარიანტზე, ვინც ჩაიფიქრეთ. მეორე ვარიანტი, მე როგორი ამაყიდა, როგორი თავმომწონი ადამიანი მოდის, ისეთი თავდაჯერებული მოდის თქვენს ცხოვრებაში. აი, ტაში რომ უნდა უკრათ პირდაპირ და რომ უნდა თვლიდეთ, რომ იღბლიანი ხართ, რომ ეს ადამიანი გამორჩეთ თქვენთან და აი კარგი მოდი ჩავეციოთ ჯერ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანი დიდი ოვაციებით მოდის. ან შეიძლება მართლა ისეთი ადამიანი იყოს, რომ თქვენ თვითონაც გაგიხარდეთ, ან სხვა შემთხვევაში ცოტა ნარცისული ბუნების ადამიანი. ნახოთ აბა. მეორე ვარიანტი, ან მომავალი პარტნიორი. საინტერესოა. ახლა გეტყვით, მინდა კაი გავიგე. მოკლედ ესეთი თავდაჯერებული ხომ მოდის ეს ადამიანი და სხვათა შორის კიდე საინტერესო რა არის, რომ
არანაკლებ თავდაჯერებული ხართ თქვენ და არანაკლებ თავმომწონებ. ნუ ხარ ცნობობ თავმომწონეს, ახლა ის ცუდად არ გაიგოთ, გულისხმობ იმას, რომ თქვენ ძალიან ესეთი თავდაჯერებული ხალხი მიყურებთ აქ. საკუთარ თავში დარწმუნებულები, ფეხზე რომ ყარადით გახართ, ზუსტად იცით რა გინდათ, რატო გინდათ, სად მიდიხართ, რისთვის მიდიხართ, ცხოვრების რა გზასად გახართ. მოკლედ, აი ძალიან ესეთი გაწონასწორებული ხალხი, რომელიც ყველაფერს წინასწარ ესე აწონთ და წონით ყველაფერს წინასწარ ეს სტრატეგიებს დაალაგებთ. საკმაოდ მშვიდობის მოყვარე ადამიანიც უნდა იყოთ ბუნებით, წესით და რიგით მე ესე მგონია. არ უნდა გიყვარდეთ მაინც და მაინც კონფლიქტი ახლა აქ ვისაც ვხედავ და ვინც მიყურებს. და სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ თქვენთან ურთიერთობის წამოსაწყობად ძალიან ბევრი ადამიანი იბრძვის, ასე ვთქვათ, რომ აი როგორღაც თქვენ შანსი მისცეთ, მაგრამ თქვენ ხართ ისეთი ტიპის ადამიანები, რომ ძალიან კარგად იცით თქვენი თავის ფასი და არასდროს არ დასთანხმდებით იმაზე ნაკლებს, შვიდი იმსახურებთ. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან ბევრი თაყვანისმცემელიც გყავდეთ, ესე მარტივად არავის არ უშვებთ თქვენ ცხოვრებაში და აი ესეთი უკარებები რო ხართ და ესე რთულად რო არჩევთ პარტნიორს, მე ვფიქრობ, რომ აი ზუსტად თქვენი შესაფერისი ადამიანი, თქვენი ბუნების, თქვენი ტიპის ადამიანი მგონია, რომ შეიძლება მოდიდეს თქვენ ცხოვრებაში. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ასაკით უფროსი შეიძლება იყოს თქვენი ეს პარტნიორი, შეიძლება ეს ადამიანი იყოს თქვენი, ვიღაცებისთვის წარსულიდანაც, ვისთანაც ცოტა არასასიამოვნო და ცოტა კონფლიქტური ურთიერთობით დაასრულეთ. ყოველ შემთხვევაში ადამიანი მოდის ისეთი განწყობით, რომ აი მე პასუხისგებლობას ავიღებ ჩვენს ურთიერთობაზე. ამ ასე ვთქვათ, მდგომარეობის დასასტაბილურებას მთავარია შენ მომცე შანსი. აი ესეთი განწყობით მოდის ადამიანი თქვენთან და მგონია, რომ უბრალოდ ადამიანი მოვიდა გეტყვით, რომ შანსი მომეცი. მხოლოდ შანსი მომეცი და გაჩვენებ რა შემიძლია, ვინ ვარ, რა შემიძლია რომ შემოგთავაზო და ასე შემდეგ. საინტერესოა. მეორე ვარიანტი აპოსადამდე განავითარებს ეს ადამიანი ურთიერთობას. რომ ისცეთ შანსი. მიცი რა მართლა ძალიან სტაბილურია ეს ადამიანი. და არ გამოვრიცხავ იმას, რომ მართლა შემოგთავაზებთ ეს დაქორწინებასაც და ოჯახებასაც. კი ბატონო, თასების მეფეა და არ გამოვრიცხავ, რომ თქვენთაგანთან ეს იყოს მორიელი ზოდიაქოთი. მაგრამ აქ არის ცოტა ისეთი საკითხი, რაც თვალში მომხვდა. ეს ადამიანი შეიძლება მოდიოდეს ესეთი განწყობით, რომ ურთიერთობის საწყის ეტაპზე თავი მოგაჩვენოთ ზუსტად ისეთ იდეალურ ადამიანად, როგორიც აი თქვენი ტიპის ადამიანები როგორებიც არიან მის წარმოდგენაში. აი ზუსტად ესე მოიქცეს და თავი მოგაჩვენოთ და მოიგოს ისეთი ნიღაბი, რომ მაქსიმუმ თქვენთვის ასურველი და საინტერესო იყოს, მაგრამ რეალურად საერთოდაც არ არის ისეთი ტიპი, როგორიცაც იქცევა. ანუ ბევრად უფრო ზრდასრულად და ბევრად უფრო შემდგარად წარმოაჩენს თავის თავს, ვიდრე რეალურად არის. ხო, მგონია, რომ შეიძლება თქვენ რო შეხვდებით ამ ადამიანს, აი სახლის ბინის ყიდვა, რემონტი, რაღაცა აი მაგ გზას ადგეს ეს ადამიანი. უბრალოდ ბევრი ისეთი საკითხი იქნება, რაზეც თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, რაზეც თქვენთან არასდროს არ ისაუბრებს. ყოველთვის ეცდება, რომ თავი არ იტოს ხოლმე რაღაც კონკრეტულ საკითხებზე საუბრისაგან. და მე უკვე მაინტერესებს, რა შეიძლება რომ ეს ადამიანი გიმალავდეთ. ნუ ახლა თუ რაღაცა თავისი წვრილმანი პრობლემები რაში გჭირდებათ, ახლა რომ გიყვებოდეთ, ახლა თუ წუნდა და ზუზუნი ტიპი, ნამდვილად თავის არ ჭირდება, მთავარი რამე ისე მნიშვნელობას არ მალავდეთ. რა შეიძლება რომ გიმალავდეთ მეორე ვარიანტი? შეიძლება რომ მალავდეს, რას მალავდა? გავიგე, ძალიან შორდან მიყვები ცოტა უფრო.
მოკლედ ეს ადამიანი გიყვებათ კი არა დაგიმალავთ იმას და ეცდება რომ მაქსიმალურად ჩრდილქოს დარჩეს ის ამბავი, რომ მის თავში მუდმივად ტრიალებს ესეთი ფიქრი, ესეთი აზრი და იდეა იმის შესახებ, მოდით მე ცალკე გავაკეთებ გაშლას. კიდე აი ეს მშვენიერი იდეა წამოვიდა, რას მალავს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთან მიმართებაში. მაგრამ ნუ ეხლა ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში რასაც გაშლა გვაძლევს პასუხს, მაგრამ ისე მთლიანობაში მაინც ჯობია ხოლმე ინდივიდუალური კონსულტაციის დროს უფრო დეტალურად ჩავდივართ. ეხლა აქ იმდენი ადამიანი ჩაიფიქრებთ, ყველაზე საოცრობა რა მოვა. მაგრამ უმრავლესობისთვის იქნება რომ მალავს თავის აზრებს, თავის ფიქრებს და დამოკიდებულებებს იმას, რომ თქვენ ამ ადამიანისთვის იყავით ძალიან დიდი мотиваციის, ენერგიის წყარო, ასე ვთქვათ, დონორი. თქვენ ამ ადამიანს აძლევდით ძალას, ენერგიას, შემართებას, мотиваციას. აი თქვენი არსებობა ამ ადამიანის ცხოვრებაში იყო როგორც ზურგის ქარი, აი ესე რომ დაუბერავდით და აი ერთ სიტყვას რო ეტყოდით და აი უბრალოდ თვალს მოგკრავდა, თქვენი არსებობა უკვე საკმარისი იყო, რომ ამ ადამიანს ძალიან დიდი ძალა, ენთუზიაზმი შემატებოდა და რაღაცა მოტივირებული და ხალისიანი ყოფილიყო და ეკეთებინა ის საქმე, რაც უყვარს და სხვათა შორის მგონია რომ რაღაც დრო მის ფინანსებსაც ძალიან მოქმედებს და ძალიან აისახება თქვენი არსებობა როგორ უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ. სამდროში ძალიან ლოგიკური რამეა, იმიტომ რომ ფული არის სამდროში ენერგია და ის თუ როგორ მოკლედ ახლა მაგას ახლა ბიოენერგეტიკას ნამდვილად ვერ ჩავეძები და რას მალავს იმას რომ მის ამ დეპრესიულ, განწყვილდებულ ცხოვრებაში შექონდათ ძალიან დიდი სინათლე, იმიტომ რომ ადამიანი იყო აი ძალიან ესეთ ხო რაღაცა მელანქოლიურ, ცოტა ჩადეპრესირებულ მდგომარეობაში და თქვენი არსებობა აი ამ ადამიანის ცხოვრებაში იყო მართლა პირდაპირ მშობით სინათლის შემტანი, სუფთა ჰაერის შექონდათ ამ ადამიანის ცხოვრებაში. და აი ზედმეტად მნიშვნელოვანი ხართ ამ ადამიანისათვის და უბრალოდ მალავს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ რატომ მალავ? რა არის მაგაში დასამალი? რა სიტყვებია ხა ეს რა დამოკიდებულება რა არის? რო თქვას პირდაპირ რა მოხდება? რატომ მალავს? დედა, ამას უყურე რა. რატომ მალავს და თქვენთან ურთიერთობა არის ამ ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, დამოკიდებული ეს ადამიანი თქვენზე, თქვენით არსებობს. რატომ მალავს და იმიტომ რომ ეშინია რომ ვაი და ამ ადამიანს რომ ეს ვუთხრა, მე რო თავში აუვარდეს, მე რომ მაგით იმანიპულიროს, რო წავიდეს და დამტოვოს. არა და ეს ადამიანი ჩემი ბედის წერაო, ძალიან მეშინიაო რომ მაგან არ მიმატოვოს, იმიტომ რომ ყველაფერს ვხედავ მასთან ერთად და ყველაფერი წარმომიდგენია მასთან თქვენთან ერთად შექმნილი და გაკეთებული, მათ შორის აბსოლუტურად ყველაფერი რასაც მოიაზრებს წარმოუდგენია თქვენთან ერთად. თავისი მომავალი, ცოცნებებიც, კარიერაც, ოჯახი, ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი. კი, და უბრალოდ ეშინია იმისა, რომ აი ძალიან რომ გაიხსნას და ძალიან რომ დაგანახოთ თავისი ემოციები, რომ თქვენ ანუ არ ჩათვალოთ, ანუ როგორ გითხრათ, თავის ემოციებს აღიქვავს მის სისუსტეთ და არ უნდა რომ მისი ეს მოწყობილ მხარე დაგანახოთ, რომ მე თავში არ აგივარდეთ და მაგით არ იმანიპულიროთ ხოლმე. იაზრებთ. ოი მე, ესეც კარგი ის არის. კარგი, ახლა მეორე ვარიანტი, რაღაც საინტერესო ხალხი ხართ, რა უქენით ამ ადამიანს. მართლა. დროებით გემშვიდობებით, შემდეგ ვიდეომდე და ახლა გადავდივარ მესამე ვარიანტზე. დავჭრიფო კარტი. ვინც ჩაიფიქრეთ აი ეს სამეჯური. თქვენთან ვინ შემოდის? ну თქვენთან ადამიანი შეიძლება იყოს რაღაცა ახალგაზრდა ადამიანია, თქვენზე ასაკით პატარაც შეიძლება იყოს, ან ხასიათით ძალიან ინფანტილური და ბავშვური. ზოდიაქოთი ეს უფრო რაღაცა მშვილდოსნის ენერგეტიკის მატარებელია ეს არკანი.
საკმაოდ ჯიუტიც შეიძლება იყოს, ოღონდ ეს ჯიუტი მისი ინფანტილიზმიდან გამომდინარეობს. აი ბავშვურად რო რაღაცაზე გაჯიუტდება ეგეთი განწყობით. ნახოთ, კარგია, მესამე ვარიანტთან მომავალი პარტნიორი. მე დავიწყებ იქიდან, რომ თქვენ ამ ადამიანს იცნობთ. პირდაპირ რომ ვთქვა. წესით დარიგით ამ ადამიანს უნდა იცნობდეთ. მე ვთქვი ზოდიაქოთ იმ შულდოსანი, ნუ ეხლა ვიღაცებთან შეიძლება მართლა ეგრე იყოს. ასე კიდ პატარა ვთქვი. მაგრამ არის კიდე მეორე ვარიანტი, იმიტომ რომ ეხლა აქ ასობით, ათასობით ადამიანი უყურებთ ხოლმე ამ გაშლებს და ზოგთან ისე ხდება, ზოგთან ისე ხდება, ხო? კაცრავად ვიღაცებთან მოდის ხმლების მეფეც. ანუ უბრალოდ წარმოიდგინეთ, ახლა კვერთხების პაჟ და ხმლების მეფე, ორი ურთიერთსაპირისპირო კარის არკანია. ხო, მე მგონი უბრალოდ ორ სხვადასხვა ტიპას მაჩვენებს. ან თუ ეხა ეს თვისებები ერთ ადამიანში არსებობს, ცოტა ბიპოლარული აშლილობა აქვს რაღაცა, ანუ შეუძლებელია რომ ერთი ადამიანი ესეთიც იყოს და ესეთიც. ან თამაშობს, ან უბრალოდ ერთი პერსონაჟი, ერთი ვარიანტია, ასე ვთქვათ და მეორე. ეხა ეს ხმლების, ნუ ის კვერთხების პაჟი დაგიხასიათეთ წაღან და შესავალში და ხმლების მეფე. მე ვფიქრობ, შეიძლება ეს იყოს სამხედრო, ექიმი, რამე ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე ადამიანი, რაღაცა ფორმის მატარებელი, მეხანზე, რა ვიცი, რაღაცა ფორმის მატარებელი ადამიანი, რაღაცა სტრუქტურაში მომუშავე ადამიანი. ასევე მგონია ასაკით უფროსი. ძალიან ესეთი მკაცრი, ხისტი ხასიათის ადამიანი, აი მძიმე ხასიათიო რომ გვითქვავს და გვიხსენებია საუბარში, აი ესეთი მძიმე ხასიათების გრუბი არ არის ქართული სიტყვა. ხო, ესეთი პირქუში ადამიანი, ქართულად ვთქვათ კი. თქვენ ახლა ამ ადამიანის ფონზე ამოდიხართ ისეთი ხიარულები, უშუალოები, მეგობრულები, ისეთი მსუბუქი ხასიათის ხალხი, რომ მე ცოტა რომ ვუყურებ ამ გაშლას, ცოტა აცდენილები ხართ ერთმანეთთან, ჩემი აზრით, მაგრამ ნუ რა ვიცი, ახლა მოდის და ყოველ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ესეთი განსხვავებული ენერგეტიკა და ხასიათი გაქვთ, თქვენ ორს როგორღაც მაინც ახერხებდით საერთო ენის გამონახოს წესით დარიგით, მაგრამ აქ მგონია, რომ რაღაცნაირად ამ ადამიანთან ან დაპაუზებული გაქვთ ურთიერთობა, ან წარსულში და ყოველ შემთხვევაში ეხლა აქტიურ ურთიერთობას ვერანაირად ვერ ხედავ, მაგრამ მგონია, რომ ამ ადამიანს იცნობთ თქვენ უკვე. ეს რაღაცა ახალი არ არის. უბრალოდ თქვენ რაღაცა უკვე მზად ხართ თითქოს რაღაცა სტაბილური სერიოზული ურთიერთობებისთვის და რაღაცა ილუზიებით შეიძლება გქონდათ ამ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც რატომღაც ვერ გაამართლა თქვენი მოლოდინები ამ ადამიანმა და ეხლა უფრო თქვენი მხრიდან ჩანს, რომ ამ ადამიანზე ფიქრობდეთ შეიძლება ძალიან ბევრს, მაგრამ ნახოთ აბა. მესამე ვარიანტი, ვინ მოდის თქვენ პირადში? გავიგეთ, რომ ეს ხმლების მეფე და ეს კვერთხების პაჟი, მაგრამ რა უნდა, რა სიტყვის და განწყობით მოდის? იცით რა არის? ადამიანი კი მოდის.
ძალიან რთული იქნება ამ ადამიანთან რაიმე სახის ურთიერთობის წამოწყება ხალხა ძალიან აი ურთულესი. მოდის იმიტომ რომ ეს ყველაფერი ან დაასრულოს საერთოდ, ან არა და ორივემ რაღაცები უნდა შეცვალოთ და ურთიერთობას მისცეთ ახალი განწყობა და ახალი ენერგეტიკა და ახალი ფონის და ყველაფერი სხვა რა. აი მოვაჩგვით განწყობით პირდაპირ მოგაჯახებთ რა. ან შევრიგდებით და დავაგდებით, ან არა და საერთოდ ჩემი სახელი აღარ ახსენო. აი რაღაცა ესეთი განწყობით მოდის რა. ცოტა კონფლიქტური განწყობით მე ესე ვიტყოდი. რაღაცა აი პასუხისგებლობას იღებს თავის თავზე, რომ აი ან გადაჭრას საერთოდ დაგემშვიდობოთ, გაგიშვათ თქვენ გზაზე და ის თავის გზაზე წავიდეს. ან არა და ნუ მაშინ ცოტა ორივე კომპრომისი გამოვიჩინოთო და ავაწყოთ ურთიერთობა. აი ესეთი განწყობით მოდის ეს ადამიანი. კი. მაგრამ ძალიან რთული ხასიათის ადამიანია. ვერ დავმალავ ნამდვილად ძალიან რთული ადამიანი ჩანს. ხო რა ვიცი ხა გრამდე დავამატოთ. ხა ძალიან შრომის მოყარე ადამიანია და თითქოს არის კიდეც მზად რომ რაღაცა შემოიტანოს სტაბილურობა ურთიერთობაში. უფიქრია თვითონაც მაგაზე, განა არ უფიქრია, უბრალოდ აი რა ვიცი, თავის ხასიათის ხუშტურები რა, შეიძლება თქვენც არ უთმობთ რაღაცებს. მაგრამ აი რაღაც ესეთი ენერგია წამოვიდა, რაღაცა ცოტა დაძაბული. ამ გონია რომ უმრავლეს თქვენთაგანი შერიგდებით, ცოტა თქვენც რქები უნდა ჩამოალაგოთ და ცოტა მოიხსნათ რქები თავიდან თქვენინებით. ნუ არის შერიგების შანსი ნამდვილად. მე მგონია რომ ახალი პარტნიორი კი არ მოდის, პარტნიორს ურიგდებით უფრო აი ეს ჩანს. კი ეს არის. ჩემო ძვირფასებო, მე ხელ უნდა დაგემშვიდობოთ თქვენ და შეგახსენებთ რომ პირადი კონსულტაციებისთვის თქვენზე ორიენტირებული პერსონალური გაშლებისთვის უნდა დამიკავშირდეთ პირადში ნომერზე 511 1491 WhatsApp-ზე, Telegram-ზე ან Viber-ში. ეხლა დაგემშვიდობებით, ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის.